სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა. დიდი მარხვის მეორე კვირას მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსის, რომელიც მოღვაწეობდა მე-14 საუკუნეში. წმინდა გრიგოლი იყო წარჩინებული ოჯახის წევრი, მამამისი კონსტანტინოპოლის იმპერატორის, ბიზანტიის იმპერატორის კარზე დაწინაურებული პიროვნება იყო. მიუხედავად ამისა, წმინდა გრიგოლს არ იზიდავდა ამ ქვეყნის წარმატებები. სულ რაღაც 20 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, რომ მონაზვნური ცხოვრება დაეწყო, ათონის მთაზე წავიდა, ბატობედის მონასტერში დამკვიდრდა, მონაზვნად აღიკვეცა და აქედან დაიწყო მისი სულიერი ცხოვრება. წმინდა გრიგოლ პალამა თავისი სულიერი წარმატების გამო და რა თქმა უნდა ცოდნიდან გამომდინარეც მალე გახდა თესალონიკის მთავარეპისკოპოსი. ამ პერიოდში კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა კალაბრიელი ბერი ბარლაამი, რომელმაც დაიწყო არასწორი სწავლება თაბორის ნათელთან დაკავშირებით. ვიცით ჩვენ, როდესაც იესო ქრისტე თაბორის მთაზე ავიდა და იქ ფერი იცვალა ღვთაებრივი ნათელით, როგორც სახარება გადმოგვცემს, მან მიიღო თოვლივით სპეტაკი, იესო ქრისტე იყო თოვლივით სპეტაკი და ელვასავით ანათებდა. ბალაამი ამბობდა, დაასწავლიდა, რომ იესო ქრისტეს ეს ნათელი იყო ხელით ქმნილი, ანუ ხელთუქმნელი ნათელი არ იყო და ეს ღვთააღმერთის ნათელი არ იყო. რა თქმა უნდა, ამ სწავლებას წინააღმდეგა წმინდა გრიგოლ პალამაც და არაერთი ეკლესიის წევრი და საბოლოოდ ისე მოხდა, ბევრი რომ არ გავაგზავნოთ ამ ისტორიის მოყოლა, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ბალაამი გადავიდა კათოლიკების მხარეს, მიიღო კათოლიციზმი, აღიარა რომის პაპის უზენაესობა და კათოლიკობიდან, ანუ რომის პაპის მხრიდან დაიწყო უკვე მართლმადიდებლების წინააღმდეგ ბრძოლა და თავისი სწავლების გავრცელება. აქედან იწყება უკვე წმინდა გრიგოლ პალამას ჩაუხრელი შრომა და ღვაწლი კათოლიციზმის სამხილებლად და აქედან მოყოლებული წმინდა გრიგოლ პალამა უკვე არა მარტო იცავდა სწავლებას თაბორის ნათელის უქმნელობის შესახებ, არამედ უკვე ამხელდა ფილოოკვესაც, კათოლიციზმის ერესს, რომის პაპის ერესს. მოკლედ შეგახსენებთ, რას ნიშნავს კათოლიკური ერესი. ჩვენ ვიცით და წამს, რომ სამყაროს შემქმნელი ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა. ჩვენ არ ვამბობთ, რომ სამი ღმერთია, რადგან ვამბობთ, რომ სამება არის ღმერთი, არამედ არის ერთი ღმერთი სამპიროვანი. წმინდა მამები იმისათვის, რომ ადამიანური ბუნებისთვის უფრო გასაგები იყოს, მზის მაგალითი მოყავთ წმინდა მამებს. აი როგორც მზეს აქვს ფორმა, მზიდან გამოდის ნათელი და მზიდან გამოდის სითბო, მაგრამ არ ვამბობთ რა, რომ არის სამი მზე, არამედ არის ერთი მზე და მას აქვს სამი სითბო, სინათლე და თვითონ ფორმა. აი ესე შეგვიძლია შევადაროთ ყოვლადწმინდა სამება, თუ როგორ შეიძლება იყოს ერთი და იყოს სამპიროვანი. რაც შეეხება თვისებებს ყოვლადწმინდა სამებისას, მამა არის უშობელი და მიზეზი ყოველივესი. მამისგან დაუსაბამოდ იშვება ძე და მამისგან გამოდის სულიწმინდა. ყოვლადწმინდა სამების პირი ერთმანეთს არ შეერევა და არც განეყოფა. არაფრით არ ჩამოვარდებიან ისინი თავიანთი ძალმოსილებით და პატივით, სამივენი თანაბარნი არიან და ერთი ღმერთია. წამსში ჩვენ ვკითხულობთ, რომ დასულიწმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების.
რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ. ეს მუხლი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაზუსტდა, ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდეგ და სახარების სწავლებაზე დაფუძნებით წმინდა მამებმა ჩაწერეს ეს მუხლი, რომ სულიწმინდა გამოდის მამისგან. მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, ეფესოს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, წმინდა მამებმა მიიღეს დადგენილება, რომ მრწამსის არც ერთი მუხლის ან სიტყვის შეცვლის უფლება არ აქვს არავის, არც დამატების და არც გამოკლების. და ვინც ამას გააკეთებდა, ის ეკლესიიდან მოკვეთილი იქნებოდა. მე-7 საუკუნეში ტოლედოს კრებაზე მიიღეს სწავლება, რომ სულიწმინდა გამოდის ძისაგანაც. ეს სწავლება ნელ-ნელა ვრცელდებოდა, გავრცელდა ეს დასავლეთის ეკლესიაში. განსაკუთრებულად ამ სწავლების წინააღმდეგ დავა დაიწყო მე-9 საუკუნეში, როდესაც წმინდა ფოტი კონსტანტინოპოლის პატრიარქი აღდგა ამ სწავლების წინააღმდეგ და ამხელდა მის მიმდევრებს. და იყო პერიოდი, როდესაც რომის ეკლესიასთან ამ სწავლების გამო ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი იყო, მაგრამ იყვნენ რომის პაპები, რომლებიც ამ სწავლებას არ ღებულობდნენ, მართლმადიდებლურად აზროვნებდნენ და რა თქმა უნდა, ევქარისტიული კავშირიც აღდგებოდა ხოლმე. მაგრამ მე-11 საუკუნეში 1054 წელს საბოლოოდ მოხდა ამ სწავლების დოგმატად გამოცხადება რომის ეკლესიაში და რომის პაპმა ყველას, ვინც არ მიიღებდა ამ სწავლებას, ანათემას გადასცემდა. აქედან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ყველა აღმოსავლურმა ეკლესიამ, კონსტანტინოპოლმა, ალექსანდრიამ, ანტიოქიამ, იერუსალიმმა, საქართველომ, არც ერთმა არ მიიღო ფილოკვე, ანუ ფილოკვე ქვია ამ სწავლებას, რომელიც ასწავლის, რომ სულიწმინდა ძისაგანაც გამოდის, არ მიიღო და ავტომატურად დასავლეთის ეკლესია, ანუ რომის ეკლესია, მოწყდა დედა ეკლესიის ფესვებს და დაკარგა მასხონებელი მართლა. რატომ არის არასწორი, რომ სულიწმინდა ძისაგანაც გამოდის? ჩვენ როგორც თქვით, მამა არის მიზეზი. არც იშობა, არც გამოდის. მამისგან იშობა დაუსაბამოდ ძე, ისე რომ არც ძეს აქვს დასაწყისი ან დასასრული, არ ყოფილა დრო, რომ მამა არ ყოფილიყოს, ან ძე არ ყოფილიყოს, ან სულიწმინდა არ ყოფილიყოს. სამივე ერთად არსებობდა, არ ყოფილა დრო, რომ არ ყოფილიყო არც ერთი და არც იქნება არასდროს. იმიტომ რომ ღმერთს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მამისგან გამოდის სულიწმინდა, როგორც თქვით, და იმის სწავლება და იმის სწავლების მიღება, რომ სულიწმინდა ძისგანაც გამოდის, ნიშნავს იმას, რომ ყოვლადწმინდა სამებაში არის ორი მიზეზი, მამა და ძე, და არის ორი სულიწმინდა, რომელიც მამისგანაც გამოდის და ძისგანაც გამოდის. ანუ მამა, ძე და ორი სულიწმინდა. ანუ ამ შემთხვევაში ყოვლადწმინდა სამება კი არ არის, ანუ არის ოთხება. მამა, ძე და ორი სულიწმინდა. ეს არის პირდაპირ სახარების სწავლების დარღვევა და სახარებაში ჩვენ ვიცით, რომ არაერთ ადგილზე წერია სახარებისეული სწავლების შეცვლის უფლება, ან მასზე მიმატება, ან მასზე გამოკლება, თუნდაც ერთი მძიმის, ან თუნდაც ერთი იოტის, ამის უფლება არავის არ აქვს. აქედან მოყოლებული რომის ეკლესია ცდილობდა, რომ თავისი სწავლება გაევრცელებინა ყოველთვის აღმოსავლეთის ეკლესიაზე. რომის პაპის ზეგავლენა იზრდებოდა, რომის პაპის ძალაუფლება იზრდებოდა დასავლეთზე, ევროპაზე და რომის პაპი ცდილობდა თავისი ძალაუფლების გავრცელებასთან ერთად გაევრცელებინა თავისი რომაული სწავლება, ანუ ფილოკვის სწავლება. ყველა ხერხს მიმართავდა იმისათვის, რომ დაემორჩილებინა აღმოსავლეთის ეკლესია, რომის ეკლესიას და მათ შორის სისხლის ზღვასთან მკვლელობებსაც. ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება სწორედ ამას ემსახურებოდა და არაერთი მაგალითი ვიცით, როგორ
როგორი სისასტიკით უსწორდებოდნენ ჯვაროსნები იმ ადამიანებს, ვინც კათოლიკურ სწავლებას არ ღებულობდნენ. შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი, თუნდაც კონსტანტინოპოლის აღება გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს მთლიანად კონსტანტინოპოლი ჯვაროსნებმა, აწამეს უამრავი ადამიანი იმისათვის, რომ არ მიიღეს მათი სწავლება. ათონის მთაზე მამებმა, მათ შორის ქართველმა მამებმა ივერუნის მონასტერში აწამეს ჯვაროსნება ისინი, ზღვაში ჩაახშვეს, ზოგრაფის მონასტერში აწამეს მამები, ბატოპედის მონასტერში აწამეს მამები იმისათვის, რომ კათოლიციზმი არ აღიარეს. ანუ რომის პაპი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ თავისი სწავლება გაევრცელებინა. 1453 წელს ფერარა პროვინციის საეკლესიო კრებაზე, როდესაც წმინდა მარკოზ ეფესელი ირწმოდა მართლმადიდებლობის დასაცავად, აქაც კათოლიკებმა არაერთ ძალას მიმართეს, არაერთ ხრიკს მიმართეს იმისათვის, რომ მართლმადიდებლები იძულებული ყოფილიყვნენ, რომ კათოლიკური სარწმუნოება ეღიარებინათ. რა თქმა უნდა, რომის ეკლესია ცდილობდა თავისი გავლენა მოეხდინა და გაევრცელებინა საქართველოსზედაც და პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს ისტორიიდან, ეს იყო თამარ მეფის შვილის რუსუდან დედოფლის მცდელობა კავშირი დაემყარებინა რომთან. ის რომის პაპს მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას თხოვს, აღიარებს მის უზენაესობას, აღიარებს მას როგორც მამას და როგორც ისტორიკოსები გადმოვხსენებენ, რუსუდანი მზად იყო საქართველოს ეკლესია შეერთებოდა რომის ეკლესიას, ეღიარებინა რომის პაპის უზენაესობა, ეღიარებინა კათოლიკური მწამსი, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ეკლესიის წემსთავარი დადგა თავის პოზიციაზე, დადგა თავის სიმაღლეზე და მადლობა ღმერთს ეს ერთობა ვერ შედგა და არ შედგა. შემდეგი ეპიზოდი საქართველოს ეკლესიისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობისა რომთან შეგვიძლია გავიხსენოთ გიორგი ბრწყინვალის შემთხვევა, როდესაც გიორგი ბრწყინვალეს რომის პაპი თავაზობდა კვლავ გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. და გიორგი ბრწყინვალემ ესეთი წერილი მიწერა რომის პაპს, ჩვენს შორის დიდი უბსკულია. ანუ აქ გიორგი ბრწყინვალე გულისხმობდა სარწმუნოებრივ განსხვავებას. სანამ ეს უბსკული არ ამოისება და არ გამოსწორდება ჩვენ შორის სარწმუნოებრივი უთანხმოება, მანამდე ეს უბსკული არსებობს. და ჩვენი გაერთიანება ვერ მოხერხდება. განსაკუთრებულად საქართველოში კათოლიკებმა შემოსვლა დაიწყეს მე-17 საუკუნიდან, როდესაც რომის პაპმა დაიწყო მისიონერების გამოგზავნა. და როდესაც მისიონერები შემოდიოდნენ საქართველოში, რომის პაპს წერდნენ ესეთ წერილებს, რომ ქართველები არიან ბერძნული სქიზმის მიმდევრები, ქართველები არიან სარწმუნოებრივ დაბნეულობაში, მათ არ იციან ჭეშმარიტი სარწმუნოება, მათ ჩვენ უნდა უქადაგოთ, უნდა გავაცნოთ ქრისტიანობა და არის კარგი ნიადაგი იმისათვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ანუ პირდაპირ ჩანს ამ წერილებიდან, რომ კათოლიკების მიზანი რა იყო? რომ მათ უნდა ექადაგათ ქრისტიანობა, ანუ მათ უნდა ექადაგათ კათოლიციზმი, რომის პაპის სარწმუნოება. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიდაც მათ არაფერი არ გამოსდიოდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხელს ხმარობდნენ ამისთვის. შედიოდნენ ოჯახებში, ვითომ ექიმი მკურნალები იყვნენ და მოტყუებით ნათლავდნენ ბავშვებს. აქ ბავშვებს ასწავლიდნენ კათოლიკობას, ასწავლიდნენ თავიანთ ენას, მერე აგზავნიდნენ რომში, იმისათვის, რომ შეესწავლოთ კიდევ უფრო გამტკიცებულიყვნენ თავიანთ სრულსწავლებაში და უკვე იქ ნასწავლი ქართველები ჩამოსულიყვნენ და საქართველოში ეკადაგათ კათოლიკური ერესი. იმ პერიოდში საქართველო განსაკუთრებულად აღმოსავლეთ საქართველო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ვინაიდან განიცდიდა ყიზილბაშური ირანის შემოტევებს და თეიმურაზ მეფე ყველა ძალას ხმარობდა, ყველა გზას ეძებდა იმისათვის, რომ
ყიზილბაშების წინააღმდეგ ებრძოლა. ერთ-ერთი მისი ესეთი მცდელობა იყო, როდესაც მან ნიკიფორე ჩოლოყაშვილი შემდეგად ირბახად წოდებული გაგზავნა ელჩად რომის პაპთან. ვატიკანში ჩასული ნიკიფორე იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ სანამ კათოლიკობა არ მიიღო, რომის პაპმა აუდიენციაზე არ მიიღო. იმისათვის, რომ შეხვედროდა მაინც, ამაშიც კი სარწმუნოების შეცვლა მოთხოვს. ნიკიფორემ უარყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, მიიღო კათოლიციზმი, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ჭეშმარიტებას, როდესაც ადამიანი უკანა ფლანგზე დებს და წინა ფლანგზე სხვა უფრო უმნიშვნელოს აყენებს, ამ შემთხვევაშიც ესე მოხდა, ის მოტყუებული დარჩა, რომის პაპისგან თეიმურას არანაირი სარგებელი არ მიუღია და გაკათოლიკებული ნიკიფორე იურბაქიძე ჩოლოყაშვილი ჩამოვიდა საქართველოში როგორც ირბახი, ესეთი გადაკეთებული გვარით. შემდეგი ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში შეგვიძლია გავიხსენოთ მე-19 საუკუნე, როდესაც ქართლის კათოლიკოსი გახდა ანტონ პირველი. ანტონ პირველი იყო ახალგაზრდა ბიჭი, 24 წლის ჭაბუკი, როდესაც ის ქართლის კათოლიკოსის ტახტზე ავიდა. საკმაოდ ძალიან განათლებული პიროვნება იყო, განსწავლული თითქმის ყველა მეცნიერებაში. რა თქმა უნდა, დოგმატებშიდაც ძალიან განსწავლული იყო ანტონ კათოლიკოსი. ის იბრძოდა მონოფიზიტების წინააღმდეგ და იმის წინააღმდეგ, რომ საქართველოში მონოფიზიტებს ფეხი არ მოეკიდებინათ, მაგრამ იყო დასავლეთის მოტრფიალე, იყო დასავლური აზროვნების, ის დაუახლოვდა საქართველოში კათოლიკე მისიონერებს და აქტიურად იქამდე მივიდა საქმე, რომ ანტონ კათოლიკოსი გახდა პაპისტი, კათოლიკე. აღიარა მან კათოლიკური მწამსი, ის მხილებული იქნა ზაქარია გაბაშვილის მიერ, ხელი იყო ზაქარია გაბაშვილი, დეკანოზი ზაქარია გაბაშვილის მიერ და საქმე იქამდე მივიდა, რომ ანტონ კათოლიკოსი 1754 წელს საქართველოში გამართულმა საეკლესიო კრებამ განსაჯა, შეაჩვენა მისი სწავლება, ანათემას გადასცა და გამკვეთა და გადააყენა თავისი საღდრიდან. ამ კრებას ჰქონდა ესეთი განჩინება, ვინც ანტონ კათოლიკოსი დააბრუნოს 7 მსოფლიო კრების წყევლა დაატყდეს თავს და ყოვლადწმიდა სამების რისხვა დაატყდეს თავს. და ანტონ კათოლიკოსი გაიქცა რუსეთში, იქ რაღაც ხერხებით კვლავ დაიბრუნა თავისი ეპისკოპოსობა, გახდა ტობოლსკის ეპისკოპოსი და თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ, მეფე თეიმურაზ მეურის გარდაცვალების შემდეგ, ის კვლავ დაბრუნდა საქართველოში, როდესაც მეფე იყო უკვე ერეკლე მეორე. ზაქარია გაბაშვილი და თეიმურაზ მეორე იყვნენ ერთ-ერთი მოწინავენი კათოლიკობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართლ-კახეთში. და საქართველოში დაბრუნებულმა კათოლიკოსმა ანტონ კათოლიკოსმა ერეკლემ აღადგინა ის თავის საღდარზე. ამ დროს კათოლიკოსი იყო იოსები, რომელმაც იმისათვის, რომ მშვიდობა ყოფილიყო ეკლესიაში, დატოვა თავისი საღდარი, მონაზვნად აღიკვეცა და გარეჯის უდაბნოში და შემდგომში ის გახდა სასწაულით მოქმედი. იოსებ კათოლიკოსის წინააღმდეგაც და ზაქარია გაბაშვილის წინააღმდეგაც ანტონმა ისეთივე ხერხები იხმარა, რა ხერხებსაც ოდითგანვე კათოლიკები მიმართავდნენ, როდესაც ისინი ძალაუფლების გამოყენებით აიძულებდნენ ადამიანებს, რომ მიეღოთ კათოლიკური მწამსი. იოსებ კათოლიკოს გახადეს სამღვდელმთავრო შესამოსელი, გაპარსეს წვერი, ესე დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და წავიდა მონასტერში. როგორც გითხარით, იმდენად დიდ სიწმინდეს მიაღწია,
ამ ადამიანმა, რომ სასწაულით მოქმედი იყო, სასწაულებს ახდენდა და კურნავდა ადამიანებს. რაც შეეხება ზაქარია გაბაშვილს. ანტონ კათოლიკოსს ჰქონდა განმარტება 51 ფსალმუნისა, სადაც გადმოცემული იყო სწორედ ეს კათოლიკური მწამსი, რომ სულიწმინდა ძისგანაც გამოდის. ვინც ამ მწამს არ მოაწერდა ხელს, ვინც ამ 51 ფსალმუნის განმარტების ტექსტს არ მოაწერდა ხელს, ყველას დევნიდა ანტონი. ზაქარია გაბაშვილი 15 წელი უზიარებელი იყო. იმის გამო, რომ ანტონი ყველას მიმართავდა, ყველას რუსეთში იქნებოდა თუ საქართველოში იქნებოდა, ყველას აიძულებდა, რომ არ ეზიარებინათ ზაქარია გაბაშვილი, იმიტომ რომ მან არ მიიღო კათოლიკობა. და როგორ გავიდა ზაქარია გაბაშვილი 15 წლის შემდეგ, როდესაც ის გარდაიცვალა, როდესაც ის გადიოდა ამ სოფლიდან, წმინდა სპირიდონი გამოეცხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და თავად მაცხოვარი გამოეცხადა და მათ მიიბარეს მღვდელი ზაქარიას სული. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველთვის იდგა თავის მწამსზე, მართლმადიდებლურ მწამსზე, არასდროს არ უყვია ჭეშმარიტი სარწმუნოება, არასდროს არ მომხდარა გაერთიანება რომის მწვალებლურ ეკლესიასთან, მიუხედავად ბევრი მცდელობისა. დღესაც გრძელდება ეს მცდელობები რომის ეკლესიისა აღმოსავლურ ეკლესიებზე, მათ შორის საქართველოსზედაც. მადლობა ღმერთს, დღესაც საქართველოს ეკლესია დგას მტკიცედ და იცავს მართლმადიდებლობას და არ ხდება მათთან შეერთება. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გაერთიანება მწვალებლებთან, ესე რომ ვთქვათ, მწვალებლებთან, ანუ არა მარტო კათოლიკებთან, არამედ სხვა რომელიმე რელიგიასთანაც. როდის შეიძლება გაერთიანება, რას ნიშნავს, რომ ადამიანები ერთად ლოცულობენ, ერთად მარხულობენ, ერთად დღესასწაულობენ საეკლესიო დღესასწაულებს და რაც მთავარია, ერთად ეზიარებიან. რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მწვალებელი აღიარებს, რომ მე ვცდები ამ და ამ დოგმატურ სწავლებაში, ეს ერესია, სულიწმინდა არ გამოდის ძისგან, არამედ გამოდის მხოლოდ მამისგან, უარყოფენ რომის პაპის პრიმატს, რომ რომის პაპი უცნობელია და ის ქრისტეს ნაცვალია დედამიწაზე, არაერთი სხვა ცნობილება აქვთ კათოლიკებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, რომ მოხდეს ერთობის აღდგენა. სხვა შემთხვევაში არც არასდროს არ მომხდარა და არც არასდროს მოხდება, რომ მართლმადიდებლები და მწვალებლები ერთად ყოფილიყვნენ, ერთად ელოცავთ ან ერთად ზიარებულიყო. დღეს ზოგიერთი ლიბერალურად მოაზროვნე სასულიერო პირი ამბობს, რომ კათოლიკობა არ არის ერესი, იმიტომ რომ ეს არ განუშია მსოფლიო კრებას. ბოლო მსოფლიო კრება ჩატარდა 787 წელს, მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება იყო ეს, მაგრამ იმდენი წმინდა მამა, იმდენი ადგილობრივი კრება განშის და შეაჩვენებს კათოლიკურ ერესს და მას აღიარებს ერესად და მწვალებლობად, რომ ეს ფაქტიურად მსოფლიო კრება. შეგვიძლია ჩვენ ჩამოთვალოთ ეს წმინდანები, წმინდა ფოტი, წმინდა გრიგოლ პალამა, წმინდა მარკოზ ეფესელი, წმინდა ნექტარიოსი, წმინდა თეოფანი დაყუდებული, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, პატრიარქი კონსტანტინოპოლისა ნიფონტი, აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლეები შეგვიძლია მოვიშველიოთ, სადაც პატრიარქები და ადგილობრივი ეკლესიის მესეურები რომის კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ერესად აღიარებენ. წმინდა სერაფიმ საროველი, წმინდა ნიკოდიმოს თაწმინდელი, ათონელი მამების ეპისტოლეები შეგვიძლია მოვიშველიოთ, როდესაც ისინი კონსტანტინოპოლის პატრიარქებს ამხელენ რომის პაპთან ურთიერთობისთვის. ქართველი წმინდანებიდან წმინდა გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსი შეგვიძლია მოვიხსენიოთ, წმინდა ღირსი მამა გაბრიელი მცხეთელი, სერბი მამები, წმინდა ნიკოლო სერბი, წმინდა იუსტინე პოპოვიჩი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
შეიძლება კიდე ბევრის გახსენება და კიდე ბევრი შემოთვლა. ნუ თუ ეს სოფლიო საეკლესიო კრება არ არის. მაინც და მაინც არც იაღუველობა განუშია სოფლიო საეკლესიო კრებას და რა ვქნათ, ეხლა ისიც არ არის ერესი და არ არის სექტა. არც პროტესტანტიზმი არ განუშია სოფლიო საეკლესიო კრებას, არც 50-იანელები არ განუშია. და რა ვქნათ, არ ვაღიაროთ, რომ ისინი ერეტიკოსები არიან და არასწორი სწავლების მიმდევრები არიან? რა თქმა უნდა, ესე არ არის. სოფლიო საეკლესიო კრება შედგა 7 სოფლიო საეკლესიო კრება, მათ ჩამოაყალიბეს დოგმატური თუ კანონიკური სწავლებები და ეს სწავლებები საკმარისია იმისათვის, რომ მას შემდეგ წარმოშობილი ყველა სწავლება, არასწორი სწავლება, რომელიც ახარებას და წმინდანებს ეწინააღმდეგება, ჩაითვალოს ერესად და თუნდაც სქიზმად ან სექტად. ანუ პასუხს ცემს ყველას 7 მსოფლიო საეკლესიო კრება და ის ადგილობრივი კანონები, რომელიც ჯულის კანონშია შესული. ერთი რამე გამორჩა, როდესაც ფლორენციის საეკლესიო კრება შედგა მე-15 საუკუნეში 1438-1439 წლებში. ამ კრებას ესწრებოდნენ ქართველი ეპისკოპოსებიც, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებიც და მადლობა ღმერთს, რომ მარკოზ ეფესელთან ერთად მათაც არ მოაწერეს ხელი უნიას, ანუ გაერთიანებას რომის ეკლესიასთან და მათ დატოვეს საერთოდ ფერარა ფლორენცია. მარკოზ ეფესელი კი ბოლომდე დარჩა და ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ მათ ეს მაინც გააკეთეს, რომ ხელი არ მოაწერეს გაერთიანებას. და მადლობა ჩვენ წინაპრებს, მადლობა ჩვენ დედა ეკლესიას იმისათვის, რომ ესე ერთგულად არის სახარების სწავლების მიმდევარი და მამათა სწავლების მიმდევარი. მადლობა წმინდა გრიგოლ პალამას, რომელმაც არა მარტო დოგმატური სწავლებები ეს თაბორის ნათელზე იქნებოდა თუ ბილოკვეს სწავლებაზე იქნებოდა, არამედ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვაწლი, რაც წმინდა გრიგოლ პალამას მიუძღვის ეკლესიის ისტორიაში, ეს არის, რომ მან აღადგინა ის დავიწყებული სწავლება, რასაც ისიხაზმი ქვია. ანუ იესოს ლოცვის ღვაწლი, ისიხაზმი ნიშნავს ამ მდგომარებას, როდესაც მთელ ათონის მთაზე წმინდა გრიგოლ პალამამ ძველი მამების სწავლების საფუძველზე კვლავ აღადგინა ის ისიხასტური ცხოვრება და როგორც ისტორიკოსები გადმოგვცემენ, იესოს ლოცვამ და წმინდა გრიგოლ პალამას მიერ აღდგენილმა ამ სულიერმა ცხოვრებამ კონსტანტინოპოლი არაერთხელ იხსნა. ჯვაროსნები იქნებოდნენ ესენი თუ სხვა რომელიმე მტერი მათი საფრთხისაგან. ღმერთმა დაგვილოცოთ და ღმერთმა წმინდა გრიგოლ პალამას ლოცვებით შეგვიწყალოს და დაგვიფროს.